დღეს ტყიბულის მერიის წინ სამსახურიდან გათავისუფლებული მეშახტეების სოლიდარობის აქცია გაიმართა. 38 მეშახტე სამსახურიდან 2024 წლის დეკემბრის ბოლოს გაუშვეს. ისინი მომხდარს პოლიტიკურ დევნად აფასებენ. მათი თქმით, საქნახშირის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დასაქმებულებმა თავისუფალი აზრის გამოხატვა გაბედეს და საქართველოს ევროპული კურსის მიმართ მხარდაჭერა გამოაცხადეს. Derida Mulato Metro Saturn, Gomes, Mr. Arian Tarpulan, Asperis Institute, that one of Cabinet Sham Shelden. I get party about the show of the Gobo. I get party about the Goa Go, who keep the old presence of the Queba. As a usual party, Rispasa Tuna, you try to come down to this institution. Warriors are trying to guess, let's play where it is a key. Let's play where Jacket is going to the key. When you can't answer is very good at it, don't is Labotaris, let's answer Umita Kuchapina. Then in the Vimato, Pela Daniels, Pela Beshatis, how would they to Beshatebu, how would they to Sorebo, Pela Benitasu, the Barosatis, Regini, Sama, I'm going to all the support for Aseti. When I was talking about which I heard out. Robert Saknakshirshi. Arenjegolchi, Bolnishi, Chiaturashi, Zestatoshi, Agnesmobili directorobi, generali directorobi, Kvela Shentsirelia, Kartuli Otsnebis. That's 8 millionებს. Ეთრდება ფულები. მაშინ როდესაც მუშა და ზოგადად საქართველოში ყველა დასაქმებული არის საშინაო მდგომარეობაში. მე მინდა შევეხოთ კიდე, როდესაც ჩამოვიდნენ ხუჩა, ნათო, გიორგი მეშახტეები თბილისში, სახელდახელო ჯგუფებში გადავაზიაროთ ხარდასაჭერე, ასე ვთქვათ, დონაციები იქნებ გაგეკეთებინა თქო და საოცარი ესე იგი გამოხმაურება იყო ხალხისგან და მინდა თქვა, რომ ამ ადამიანებისთვის, გაფიცოლებისთვის ერთგვარი ყურადღება შეიქმნა, რომელიც მოხმარდება ტყიბულს და იმ ტყიბულებს, რომლებიც გრძელვადიან პროცესში, ასე ვთქვათ, აი ამ ბრძოლაში შეუვლენ. სამსახურიდან გათავისუფლებული მეშახტეების მხარდასაჭერად დღევანდელ აქციას ტყიბულში პროევროპული დემონსტრაციების მონაწილე მსახიობები და რეჟისორები შეუერთდნენ. აქ უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს ჩვენ რა პროფესიებში ვართ. ჩვენ პროფესიებიც გაგვიქრა და დრო, რაც მთავარია, ქართულმა ოცნებამ ჩვენ წაგვართვა დრო. წაგვართვა საყვარელი ადამიანები, რომლებიც ახლა ციხეში არიან, სასჯელს იხდიან სიმართლისთვის, თავისუფლებისთვის და სადაც კი შევძლებ ფიზიკურად ყოფნას, იქ ვიქნები ჩემი თანამოქალაქეების გვერდით. ეს არის მნიშვნელოვანი, ეს იქნება მეშახტე, ეს იქნება მემანქანე, ეს იქნება ხელოვნების წარმომადგენელი თუ ასე შემდეგ. იმიტომ თითოეული ჩვენგანი ვქმნით ამ ქვეყანას, ვქმნით საკუთარ თავს, ვქმნით საზოგადოებას და ვქმნით ქვეყანას, რომელიც გვინდა რომ იყოს უსაფრთხო, გვინდა რომ იყოს სამართლიანი და გვინდა რომ იყოს ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. ამისთვის ვიბრძვით დიდი ხანია, კიდევ მოგვიწევს ბრძოლა, მაგრამ გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ როგორც არასდროს. ჩვენ გვინდა ახალი ქვეყანა. და ქვეყანა, რომლის სიმდიდრე არც ქვანახშირია და არც მანგანეზი და არც თადაბარი, რომლის სიმდიდრე არის ადამიანი. და ადამიანისთვის უნდა იყოს ეს ქვეყანა, ადამიანი არის მთავარი სიმდიდრე საქართველოსთვის და ისეთი ქვეყანა უნდა ავაშენოთ. ისეთი ქვეყანა უნდა ავაშენოთ, რომელშიც ნებისმიერი, ვინც ამ ქვეყანაში დაიბადება, დაიპყრობს მწვერვალებს. ნებისმიერი. და სადაც არ უნდა დაიბადოს, რომელ ქალაქშიც არ უნდა დაიბადოს, როგორ ოჯახშიც არ უნდა დაიბადოს, რაზეც არ უნდა მიუწვდებოდეს ხელი ოჯახის წყალობით თუ სამეზობლოს წყალობით თუ თავის ქალაქის წყალობით, უნდა იყოს ისეთი ქვეყანა, რომ ყველა სიკეთე გავრცელდეს თანაბრად ყველაზე. სოლიდარობას უცხადებთ თეატრის და საერთოდ კულტურის წარმომადგენლებს, ადგილობრივ მოსახლეობას, მეშახტეებს, რომლებსაც ავიწროვებს რეჟიმი და არაძლევს საშუალებას, რომ მათ თავისუფლად დააფიქსირონ თავიანთი აზრი. და არა მარტო პოლიტიკური აზრის გამოც, უბრალოდ არაძლევს საშუალებას, რომ უკეთესი პირობებისთვის იბრძოლონ უკეთეს ქვეყანაში. ამიტომ აუცილებელია, რომ ყველამ გავაანალიზოთ, რომ მთავარი ბრძოლის ხაზი არ გადის მხოლოდ თბილისის კონკრეტულ ქუჩებში, ან თუნდაც მხოლოდ თბილისში. აუცილებელია, რომ ყველა სხვა ქალაქში ჩვენი ძალა მივცეთ სხვა ადამიანებს, ვისაც ჭირდებათ.
მოგესალმებით.